პაპუნა დავითაია, გამარჯობა, დიდი მადლობა შენი დროისთვის. პაპუნა გახლავთ შავი ზღვის უსაფრთხოების მკვლევარი. ახლა კითხულობს ლექციებს, თუმცა პაპუნასთან უნდა ვისაუბროთ პირველ რიგში შავ ზღვასთან დაკავშირებით, შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსთვის რამდენად და როგორ მოქმედებს. აი ესეთი ზოგადი თემით დავიწყოთ და მერე უკვე ჩავშალოთ შიგნით სხვადასხვა საკითხები. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში იმისთვის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება განვიხილოთ, უნდა შემოვალოთ კონტურები, რაზე ვსაუბრობთ, რამ ხელნაწერებზე ვსაუბრობთ. არსებობს ორი ტერმინი, არსებობს შავი ზღვის რეგიონი და არსებობს ფართო შავი ზღვის რეგიონი. ჩვენ დღეს კონცენტრირება შავი ზღვის რეგიონზე გავაკეთეთ, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონი მოიცავს უშუალოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც სადაც გასასვლელი აქვთ შავ ზღვაზე. ესეთი არის 6 სახელმწიფო, ხო? საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია. ესე იგი, შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში მნიშვნელოვანი დეტალების განხილვამდე აუცილებლად შევეხოთ, მოდი ჯერ ჩვენს შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს გააჩნია და რა ტიპის საზღვაო კომპონენტები აქვს საქართველოს, რომლითაც უზრუნველყოფს თავის, ასე ვთქვათ, საზღვაო უსაფრთხოებას და ახორციელებს, ასე ვთქვათ, სამართალდამცავ და კანონმდებლობით, ასე ვთქვათ, დავალებებს შავ ზღვაზე. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, თქვენთვის კარგად ნაცნობი, უწყება არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი უწყება საქართველოში, რომელსაც აქვს სრული პოტენციალი და პაკეტი შავ ზღვაზე, როგორც ერთი მხრივ, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის, საზღვის კონტროლის და კრიტიკული საზღვაო ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, ზღვის მხრიდან დაცვის ნაწილში. ორგანიზაციის დავალებები და ამოცანები უფრო ფართოა, რომელიც, ასე ვთქვათ, ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ზოგად, ასე ვთქვათ, საკითხებს შევეხებით საუბრის განმავლობაში. მოდი ვისაუბროთ, პაპუნა, აუცილებლად, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენ სამხედრო საზღვაო ძალები არ გაგვაჩნია, იყო რეფორმა, იყო საუბარი ამის თაობაზე, ორი პარალელური სტრუქტურა მახსოვს 90-იანების მეორე ნახევარში, თუმცა ფაქტია, რომ სანაპირო დაცვა არის ახლა 2008 წლის შემდეგ ის მწურავი საშუალებები რაც ჰქონდა, ყველაფერი ჩაძირეს რუსებმა და სამხედრო საზღვაო ძალები ჩვენ არ გაგვაჩნია. და სანაპირო დაცვას რაც შეეხება, ესეც არის მოკავშირეების სამწუხაროდ ახლა ექს-მოკავშირეების, ყოფილი მოკავშირეების მეტწილად, ანუ მათი ხარჯით გაწეული დახმარებები, ხო და იქნება ამაზე დავკონცენტრირდეთ, რომ როგორ მოგვიწევს უკვე დღეს და ხვალ ფუნქციონირება ამ სანაპირო დაცვას როგორ მოუწევს მუშაობა მოკავშირეების გარეშე. და რა გააკეთეს მოკავშირეებმა იქნება ესეც ვითხრათ. კი ბატონო. ესე იგი, ცოტა უკან, ასე ვთქვათ, რომ გავიხედოთ და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩამოყალიბდა ორი უწყება, ერთი იყო საქართველოს საზღვაო ძალები და მეორე იყო სანაპირო დაცვა. ეს ორგანიზაციები თავიდან, ასე ვთქვათ, მიკროწარმონაქმნები იყო, რომელიც მერე შემდეგ უკვე გაიზარდა, ერთი ფლოტის სახით, მეორე უკვე დეპარტამენტის სახე მიიღო, თუმცა ამ განვითარების ეტაპზე მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციული პერიოდები განვლეს. 1998 წელი ითვლება სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დაბადების, ასე ვთქვათ, ათვლის წერტილი არის, მოკლედ მისი დაბადების, ხო? ვინაიდან 1998 წელს უკვე სანაპირო დაცვას გააჩნდა რაღაც გარკვეული ტიპის მცურავი საშუალებების შესაძლებლობა იმისი, რომ ზღვაზე, ასე ვთქვათ, პატრულირება და კონტროლი განეხორციელებინა და ის სამართლებრივი, ასე ვთქვათ, რეჟიმის დაცვა უზრუნველყო, რაც მას, ასე ვთქვათ, კანონმდებლობით აკისრია. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რეალურად ამ ორგანიზაციის განვითარება, ჩამოყალიბება, მისი საწყისი ეტაპებიდანვე, ხო, თავარი ინვესტიცია, ანუ ლომის წვლილი მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე და იმ პროგრამებზე, რომელსაც, ასე ვთქვათ, ამერიკის სახელმწიფოს დაფინანსებით, ანუ ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში ღებულობდა და დღემდე არის მიმდინარე პროექტები, რომელიც ამდენიმე წლის წინ დაიწყო. 1998 წელს, რო გულისხმობ, ერთ-ერთი პირველი მცურავი საშუალება, რომელიც სანაპირო დაცვა მიიღო, საგულისხმო არის და ძალიან ესეთი ნიშანდობლივი არის, რომ გრიფის ტიპის
საპატრულო საშუალება სანაპირო დაცვამ ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიიღო ჩვენი პარტნიორი უკრაინისგან და აქედან იწყება რეალურად ათვლა მისი საზღვაო პოტენციალის დღეის მდგომარეობით უბრალოდ რომ შევაჯამოთ ჯამურად რა რესურსი იქნა სანაპირო დაცვაში ჩადებული ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პროექტები, იქნებოდა ეს საზღვრის მართვა კონტროლისა თუ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს თუ ამერიკის ევროპული საგლობის დაფინანსებით ჯამურად სადღაც საშუალოდ, მოდი ესე რომ ვთქვათ, 100 მილიონ ამერიკულ დოლარამდე გამოდის, ასე ვთქვათ, ეს ჩადებული ინვესტიცია, რაც განხორციელდა ამ ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, შექმნაში, განვითარებაში და იმ გამოწვევებზე გასამკლავებლად, რომელიც რეგიონში არსებობს და რომელიც, ასე ვთქვათ, საქართველოს გააჩნია. რა იგულისხმება აი ამ თანხაში, რა შედის უფრო სწორედ? და ახლა არ მინდა ახლა რაღაც დეტალები არ შევეხოთ რაღაც საიდუმლოებას, მაგრამ ნუ ისე რაც საჯარო ინფორმაცია. დიახ, ესე იგი, ერთი მხრივ უნდა ვახსენოთ ცურავის საშუალებების და საზღვაო პოტენციალის განვითარება, ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, თქვენ წარმოგიდგენთ სანაპირო დაცვის თითქმის უმრავლესი, ასე ვთქვათ, უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურული კომპონენტისა იქნა ამერიკული, ასე ვთქვათ, თანხით უზრუნველყოფილი. აქ არის საზღვრის მართვა კონტროლის შესაძლებლობები, ტექნიკური შესაძლებლობები, სადგურები და ასე შემდეგ. და აქ არის ადამიანური პოტენციალი და რესურსის განვითარება, ხო? აქ არის მუდმივი, ხანგრძლივი ტრენინგები, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე მოწვეული ექსპერტების მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე საქართველოს სწავლების დაგეგმა და აღსრულება, რომელიც ერთობლიობაში იძლევა, ასე ვთქვათ, აი ამ სუყე და დიდ, ასე ვთქვათ, თანხას, რაც წერან ვახსენებ. 98 წლის შემდეგ ძალიან უარ ჩაუღრმავდეთ, ანუ მომდევნო მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული პერიოდი იყო უკვე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები. მოგეხსენებათ 2008 წლის ომს, საქართველოს საზღვაო ძალების 5 მოსამსახურე ემსხვერპლა და 7 ნავსადგურის სამოქალაქო პირი. ომის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან, რომ დარჩენილი კომპონენტები, ცოცხალი რესურსი, ცურავის საშუალებებისა, გაერთიანებულიყო საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვემდებარეობით. ანუ 2009 წლიდან რეალურად გადმოპორტირდა საზღვაო ძალების პირადი შემადგენლობაც და დაექვემდებარება სანაპირო დაცვას. ეს ერთი მხრივ საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში რეალურად გაჩნდა დარჩა მხოლოდ ერთი სამართალდამცავი უწყება, რომელსაც კონტროლის ფუნქცია ჰქონდა ზღვაზე და სანაპირო დაცვამ თავის კანონმდებლობით და საზღვრის კონტროლის კომპონენტთან ერთად იკისრა ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების როლი, რომელიცაც რეალურად ფლოტი ასრულებდა. მოგხსენებათ, სანაპირო დაცვას შეზღუდული არის კალიბრაჟით და იმ შესაძლებლობებით, რომელიც ყველაფრით შეზღუდულია, ხო, ანუ მისი საპირწონე ვერ იქნება, მაგრამ ნუ ფაქტი ეს არის, რომ ახლა სანაპირო დაცვა. მაინც ჩემი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ფონზე, როდესაც ამხელა ინვესტიციები იყო ჩადებული ამხელა განათლებაში, ინფრასტრუქტურაში და ასე შემდეგ, მოკავშირეების გარეშე დარჩენა რა საფრთხის წინაშე აყენებს არამხოლოდ სანაპირო დაცვას, არამედ მთლიანად ქვეყანას. ხო, ამ შემთხვევაში თემა ის არის, რომ სანაპირო დაცვა ვინაიდან აქამდე ძირითადი მხარდამჭერი ერთეული იყო ამერიკის შეერთებული შტატები და არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ ჩვენ რო ავიღოთ მაგალითად პირადი შემადგენლობის მომზადება, გადამზადება, სამწუხაროდ საქართველოში არ გაგვაჩნია კონკრეტულად არც სანაპირო დაცვის და არც ასე ვთქვათ საზღვაო ძალებისთვის მორგებული რაიმე სასწავლებელი და ძირითადი მასა სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობისა
ხდება საზღვარგარეთ, ასე ვთქვათ, გადის ტრენინგებს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების დაფინანსებით, მათ საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის, ასე ვთქვათ, შესაბამის სკოლებში. ამიტომ სანაპირო დაცვა თავისი ადამიანური რესურსის თვალსაზრისით მე ვიტყოდი ერთ-ერთი წარმატებული და განათლებული, ასე ვთქვათ, პირადი შემადგენლობაა მთლიან შინაგანსახურების სამინისტროს სისტემაში, ვინაიდან მოსამსახურეთა სადღაც ყოველ მესამე მოსამსახურეს აქვს მინიმუმ ერთი კურსი მაინც გავლილი საზღვარგარეთ, ხოლო ყოველ მეხუთეს საშუალოდ აქვს მთლიანი პროგრამა და მთელი განათლება, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ მიღებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი იქნას დაცული. რა თქმა უნდა, დასავლური და ნატოს ქვეყნებში განათლების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზაციისთვის, მაგრამ ამასთან უნდა უწყობდეს ხელს, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი პროექტები, გრძელვადიანი პროგრამები, უნდა იყოს, ასე ვთქვათ, კარიერული განვითარების პროგრამა ადეკვატური, იმიტომ რომ რეალურად დასავლეთიდან მობრუნებულ კადრს სჭირდება, ასე ვთქვათ, სწორი და კარგი, ასე ვთქვათ, კარიერული განვითარების ხის დანახვა, ხო, ორგანიზაციაში, რომ რეალურად მას მისი სამსახური და მისი, ასე ვთქვათ, ჩადებული შრომა, ინვესტიცია იყოს გათვლადი მომდევნო 5-10 წლის, ვთქვათ. ამ ვითარებას შეიძლება უბრალოდ დიდი რაოდენობით გადინება მოხდეს. გადინება რეალურად ხორციელდება სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ საქართველოში გვაქვს საზღვაო ძალები, უკაცრავად არის ბათუმის საზღვაო აკადემია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას მოკლე, ასე ვთქვათ, კურსების გავლის. იქნება ეს ზღვაზე, ასე ვთქვათ, უშიშროება უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ძირითადი კომპონენტი განათლებისა სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის მოდის ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და ეს ელემენტი, ამ ელემენტის, ასე ვთქვათ, ჩავარდნა გამოიწვევს ორგანიზაციაში განვითარებული და განათლებული კადრების დაბერებას. ერთი საკითხი სარადარო სისტემები ახსენეთ და აქ მნიშვნელოვანი იყო მე მახსოვს ინფორმაციის გაცვლა ზოგადად. ახლა როგორ იქნება ეს ვისთან ან რანაირად მოხდება საერთოდ ინფორმაციის გაცვლა და თუ კი ეს ინფორმაციის გაცვლა არ ხდება, მაგ შემთხვევაში როგორ ვუზრუნველყოფთ რაიმე სახის უსაფრთხოებას, რა ინფორმაცია გაგვაჩნია ჩვენ, ან როგორ უნდა მოვიპოვოთ მაშინ ეს ინფორმაცია? ანუ სასიცოცხლო ინფორმაცია საფრთხეების შესახებ. დიახ, აქ რამდენიმე ვერსია უნდა განვიხილოთ ახლა, რას გულისხმობთ ინფორმაციის გაცვლაზე. ვსაუბრობთ OSINT-ის, ანუ არასაიდუმლო ხასიათის ღია წყარობით მოძიებულ ინფორმაციას თუ ვსაუბრობთ კლასიფიცირებული ინფორმაციას, იმიტომ რომ სანაპირო დაცვას აქვს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან, კონკრეტული ნატოს მიმდინარე საზღვაო ოპერაციის ფარგლებში, ხოლო აქვს ორმხრივი და რეგიონული მასშტაბით, ასე ვთქვათ, ინფორმაციის გაზიარების საშუალებები, არაკლასიფიცირებული ხასიათის ინფორმაციების. უბრალოდ აქ ის უნდა ვახსენოთ, რომ რეგიონში უკრაინაში მიმდინარე, ასე ვთქვათ, კონფლიქტების, არა უშუალოდ მიმდინარე ომის კონფლიქტების წამოწყებიდან 2014 წლიდან უკვე ძალიან სკეპტიკური ხდება, ასე ვთქვათ, ამ ფორმატში ინფორმაციის გაცვლა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ხელის შემკვრელი მხარე და მიმღები ამ ინფორმაციისა არის რუსეთის ფედერაცია და შესაბამისად სახელმწიფოები უფრო სკეპტიკურები ხდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თუნდაც არაკლასიფიცირებული ინფორმაციის გატარება, ასე ვთქვათ, იქნება ეს მეილი თუ რამე სხვა ორგანიზაცია შიდა უწყებრივი, ასე ვთქვათ, ქსელი მასში არ მოხდეს და ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო იმის, რომ რეგიონში ძალიან იკლო პარტნიორობამ, ძალიან იკლო გაზიარებამ, როგორც ინფორმაციის, ასევე ენდობის ელემენტმა და ამასთან დაერთო მიმდინარე ომის მომენტები და მოგიხსენებათ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში თითქმის ნულამდეა დასული რეგიონული ფორმატების სწავლებები. ჩვენ როგორც ძირითადად პასიური ფორმით ვართ, ანუ უფრო
რეაქტიული ფორმით ვარ წარმოდგენილი რეგიონულ ფორმატის სწავლებებში, ანუ საქართველოში არ იგეგმება ეგეთი სწავლებები, სამწუხარო ამბავია, საზღვაო სწავლებები არ იგეგმება. ჩვენ ვართ ყოველთვის მოპასუხე მხარე და მოწვევის საფუძველზე ვღებულობდით ხოლმე მონაწილეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო შავ ზღვაზე ნატოს კომპონენტების და ნატოს შენაერთების შემოსვლა, რომელიც იძლეოდა იდეალურ შესაძლებლობას, რომ საბორტო ვიზიტების ფარგლებში, გარკვეული სწავლებების ფორმატებში, ასე ვთქვათ, პირადი შემადგენლობის განვითარებაზე გვეზრუნა უბრალოდ ეს შესაძლებლობაც, ასე ვთქვათ, გამოგვეცალა 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც ომი წამოიწყო რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ და მიზეზი, ანუ რატო ვერ შემოდის არაშავიზღვისპირა ქვეყნები სწავლის საშუალების შავ ზღვაზე, პასუხი არის მონტროს კონვენცია, რომელსაც თურქეთი ამოქმედებს როგორც კი ანუ მონტროს კონვენცია მოქმედია მუდმივად, უბრალოდ მონტროს კონვენციის საფუძველზე შესაძლებელია არაშავიზღვისპირა ქვეყნებს ჩაეკეტოს შემოსვლის უფლება შავ ზღვაზე, მანამ სანამ რეგიონში საომარი მოქმედებები და ოპერაციები მიმდინარეობს. მონტროს კონვენცია ნეგატიურთან ერთად პოზიტიურ, ასე ვთქვათ, ფუნქციასაც ასრულებს იმ მხრივ, რომ ასე ვთქვათ, როგორც არაშავიზღვისპირა ქვეყნების, ასევე ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის საზღვაო კომპონენტების შემოდინებასაც უშლის ხალხს, ვინაიდან თურქი კონკრეტული მცურავსაშვილება მიწერილი არ არის შავ ზღვაზე, ის ომის დროს ვერ შემოვა რეგიონში. და ანალოგიურად, ასე ვთქვათ, უკრაინამ ორი მცურავსაშვილება მიიღო დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით და მათი შემოყვანა შავ ზღვაზე ვერ მოხდება, მანამ სანამ მიმდინარე საომარი მოქმედებები არ დასრულდება რეგიონში. ისევ სანაპირო დაცვის თემას რო დაუბრუნდეთ, ანუ სანაპირო დაცვა თავისი, ასე ვთქვათ, თავი ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის და როლის რაც მას აკისრია ეროვნული უსაფრთხოების კომპონენტში, მოიხსენებათ საომარი მოქმედებების დროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი გადადის თავდაცვის ძალების დაქვემდებარებაში და წინასწარ განსაზღვრული გეგმების შესაბამისად იწყებს მოქმედებას, უნდა გამოყოთ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის როლის საერთაშორისო ასპარეზი. საერთაშორისო ასპარეზი რო გულისხმობ, მხედველობაში მაქვს როგორც საერთაშორისო სწავლებებში, ასევე საერთაშორისო ოპერაციებში მათი მონაწილეობა. აი, მანდ მეც მაქვს ახლა კითხვა იმ შესანიშნავ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებაც გაიარეს ნატოს არაერთი სერტიფიცირების საფეხური და იყვნენ კიდევაც ჩართული ნატოს ოპერაციაში, იყვნენ მიმაგრებული ნატოს წევრი ქვეყნის საბრძოლო ხომალდზეც. ამ პროგრამას საერთოდ რა ბედი ელის? დიახ, 2-20 სიტყვით გეტყვით ზოგადად ამ პროგრამის წამოწყების შესახებ და როგორ მოვედით აქობამდე. დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სწავლობაში ვიყავი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი და აღნიშნულ ორგანიზაციაში მსახურების დროს ერთ დღეს ასე ყავას შესვენებაზე დაიბადა ესეთი ძალიან საინტერესო იდეა, რომელიც შემდეგში უკვე სტრატეგიულად მოაზროვნე სახელმწიფო მოხელეებთან ერთობლივად, ასე ვთქვათ, ხორცი შევასხით, მოკლედ ხდები შევასხით და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფები ტაქტიკურ დანაყოფებად ასე ვთქვათ, გადავაკეთეთ, რომელიც გაიარა 4 წლიანი, ასე ვთქვათ, ნატოს სერტიფიცირების პროგრამა. ეს პროგრამა დაიწყეთ ისე, რომ არც ჩვენმა ბიჭებმა იცოდნენ ეს პროგრამა როგორ უნდა წარმართულიყო, არც ჩვენ ვიცოდით. დაჩქარებულად ჩვენ გავიარეთ სერტიფიცირება და მე უკვე ნატოელების მხარდაჭერით მთელი 4 წლიანი პროგრამა გავიარეთ და მინდა ხაზი გაუსვა ჩვენი ტაქტიკური ბიჭების სრული შემადგენლობის, ასე ვთქვათ, დაუღალავ ჩართულობას აი ამ პროცესში, ვინაიდან რომ არა მათი ეს ენთუზიაზმი, ისინი ვერ მიიღებდნენ პოზიტიურ შეფასებას, საბოლოო შეფასებას, ვინაიდან 4 შეფასება იყო, რაც დაახლოებით 4 წელი დაგვჭირდა, ასე ვთქვათ, საფინალო ეტაპამდე მისასვლელად. შესაბამისად, ამ მცირე დანაყოფმა მოახერხა ის, რომ აი ამ პატარა დანაყოფის
წარმატებული სერტიფიცირების საფუძველზე საქართველოს და არა სანაპირო დაცვამ ან და არა კონკრეტულმა რომელიმე უწყება. საქართველოს მიიღო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ ოფიციალურად ოპერაცია ზღვის ძველში პარტნიორობის სტატუსი. ესეთი პარტნიორობის სტატუსი გააჩნია საქართველოს გარდა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას, რომელიც უფრო პოლიტიკურია, ვიდრე პრაქტიკული. და საქართველოს აღმოჩნდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გაიარა როგორც სერტიფიცირება, მიიღო, ასე ვთქვათ, სტატუსი ქვეყანამ და ამ ყველაფერთან ერთად უკვე 2 წელია ჩვენი ბიჭები წარმატებით ღებულობენ მონაწილეობას აღნიშნულ ოპერაციაში. მონტაჟის ზღვაში. ახლა, როდესაც გაცხადებული არის მოკავშირეებთან, ასე ვთქვათ, განულებული ურთიერთობის შესახებ, რა ბედიელი თვითონ ამ ქვედანაყოფს ზოგადად და როგორ უნდა მოვიდეს პრაქტიკაში ან მათი უნარების შენარჩუნება, როგორც მინიმუმ და მაქსიმუმ ამაღლება, როდესაც ვერც ნატოს ხომალდები შემოდიან და თვითონაც აქ სახელმწიფოს არ გააჩნია ის რესურსი, რომ ეფექტურად ხარჯოს მათ განვითარებაზე. დიახ, ანუ აქვე იმასაც ვახსენებ, რომ ამ ჯამში 24 კაციანი ორი ჯგუფისგან შემდგარი პირადი შემადგენლობის სრული აღჭურვა, მათი მომზადება მთელი ეს 4 წლის განმავლობაში, ხო? თითქმის 90%-ზე მეტი არის ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა პროგრამებით დაფინანსებული. ეს მივიღეთ იმ მარტივად იმ მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც ჩვენ პარტნიორს წავუყენეთ აი ამ სერტიფიცირების პროცესში. აქ საგულისხმო არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ოპერაციაში მონაწილეობისთვის გვჭირდება ფინანსური რესურსი, იმიტომ რომ გადასროლა დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. იქნება ეს პირადი შემადგენლობის, ასე ვთქვათ, დღიური სარგოები, თუ იქნება ეს დანამატების სახე, მათი გადასროლის, მათი აღჭურვილობის გადასროლის, მოწვევის, მოსაწვევის მიღება, ასე ვთქვათ, იმ ქვეყნიდან, რომელიც მასპინძლობს ჩვენს პირად შემადგენლობას. ესენი ყველაფერი თუ არ იქნა უნისონში, ძალიან გართულდება ამ ოპერაციაში მონაწილეობის მიღება სამომავლოდ, რაც ძალიან დიდი დასანანი იქნება, ვინაიდან ჯამში აი ამ პროცესის დაინიცირებიდან მის, ასე ვთქვათ, სისრულეში მოყვანამდე სადღაც 5-დან 7 წელი დაგვჭირდა. ეს იყო შრომა დაუღალავი მხოლოდ იმ მოტივით, რომ გვინდოდა საქართველოს დროშის ფრიალი გვენახა ჩვენი ბიჭების სახით ნატოს ოპერაციებში. რაც მანამდე არც ყოფილა ჩვენ ზღვაში ესეთი ზღვაზე არ ყოფილვართ, დიახ. სამწუხაროდ ესე მოიტანა მოცემულობა, ვინაიდან საზღვაო ძალები განმოპოტიდა სანაპირო დაცვაში, აქ დიდი ჩავარდნა ჰქონდა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში, რომელსაც მე უკვე დავეწიეთ. ჰქონდა კიდევაც და გვაქვს კიდევაც წარმატებები, მთავარია რომ ეს წარმატების შენარჩუნება მოხდეს. ეხლა მეორე კომპონენტი, ანუ ტაქტიკური ჯგუფის გარდა ჩვენ მცურავ საშუალებების სერტიფიცირებაც გვაქვს დაწყებული, რომელიც ასევე პროცესშია. უბრალოდ მანდაც რესურსების გამოწვევასთან გვექნება საქმე, ადრე თუ გვიან, ვინაიდან მცურავი საშუალებები უფრო მეტ რესურსს მოითხოვენ იმ თვალსაზრისით, რომ აქ უკვე ნატოს სტანდარტების და ნატოს, ასე ვთქვათ, დოკუმენტების შესაბამისად უნდა მოხდეს მცურავი საშუალებების აღჭურვა, რაც საკმაოდ სოლიდური თანხებთან არის დაკავშირებული. თუ ეს კომპონენტების შეძენა ვერ მოხდა, ალბათ სუმცირე დაყუნდება მათი სერტიფიცირება, ან, ასე ვთქვათ, კიდევ გადაიწევს რაღაც პერიოდულობით. საბოლოო ჯამში წარმატების მიღწევის შემთხვევაში გვაქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული მცურავი საშუალებები გამოყენებული იქნება ისევ და ისევ ნატოს ეგიდით მიმდინარე კრიზისების მართვის ოპერაციებში. ეგეთი ოპერაციები ხშირი არ არის, თუმცა როდესაც ამის საჭიროება დადგება, მცურავი საშუალებები იქნებიან სერტიფიცირებული
გათვლა ესეთი იყო ყოველ შემთხვევისთვის. ასევე მიბმა ნატოს საზღვაო დანაყოფებთან, როდესაც ისინი პატრულირებენ შავ ზღვაზე და მონაწილეობის მიღება ნატოს სწავლებებში, ეგრეთ წოდებულ live exercise-ებში. და რესურსის უქონლობის შემთხვევაში პრაქტიკულად მთელი ეს არსებული სანაპირო ზოლი რჩება მოშიშვლებული, ხო? რეალურად ჩვენი ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება ისევ და ისევ გამეორდები, რომ არის დონაციებზე, ძირითადად დონაციებზე დამყარებული და შესაბამისად აი ამ ხაზის შერყევის, შემცირების შემთხვევაში გართულდება, ვინაიდან დღეს ჩვენ ვცხოვრობთ იმ მოცემულობაში, როდესაც მარტო მცურავი საშუალების და მარტო შენობა ნაგებობის ქონა არ არის საკმარისი, ვინაიდან დღეს თანამედროვე ომის წარმოება სხვა გამოწვევებს და სხვა, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და საჭიროებებსთან არის დაკავშირებული, თუნდაც უკრაინის ომი რომ ავიღოთ, ქვეყანა ფაქტიურად საზღვაო ძალების უქონლობის პირობებში და უქონლობა გულისხმობს სრული ბლოკადის პირობებში მოახერხა სხვადასხვა ტექნოლოგიური შესაძლებლობებით სერიოზული ზიანის მიყენება რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტისთვის. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ, იმედია ეგრე ხდება, აქცენტირებას, შესწავლას, ვინაიდან მთელი სამყარო და განვითარებული სახელმწიფოების საზღვაო ძალები რეალურად ეხლა დებულობენ საუკეთესო პრაქტიკა მაგალითს, რა ხდება უკრაინაში, რა შესაძლებლობები მუშაობს დღეს ეფექტურად ნაკლები დანაკარგით, მეტი დისტანციურად მართვადი და უპილოტო შესაძლებლობებით, რა ტიპის ზიანი შეიძლება მიაყენო მტერს. ერთი კითხვაც პაპუნა უშუალოდ საფრთხეებთან დაკავშირებით, თუ კი ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ რუსეთს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ოჩამჩირეში კიდევ უფრო გაზარდოს თავისი ყოფნა, მაგ შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენია ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ან შეგვიძლია ძალიან ზოგადადაც ვისაუბროთ რაღაცა დეტალებში არ შევდით, თუ პირიქით დეტალურად განვიხილოთ. კი ბატონო, ესე იგი, რუსეთის შავი ზღვის, მოდი ჯერ ვიტყვი, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ბაზირება გვაქვს ერიმში, ხო? სევასტოპოლის ბაზაზე, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიაღწია შეთანხმება, რომ გადაენაწილებინათ თავიანთი საზღვაო პოტენციალი, ანუ 20% ერგო უკრაინას, 80% დარჩა საბჭოთა კავშირის სამართალ მემკვიდრეს რუსეთის ფედერაციას. ეს არ იყო მაინცა და მაინც საუკეთესო გამოსავალი უკრაინისთვის, უბრალოდ ის წნეხი, რომლის წინაშეც უკრაინის სახელმწიფო დადგა 90-იანებში ყირიმის საკითხთან დაკავშირებით, რაც წამოწია დუმას დეპუტატებმა ამ საკითხის ნორმალიზების და ასე რომ ვთქვათ დღის წესრიგიდან მოხსნის საპირწონედ გაუხანგძლива რუსეთის ფედერაციას ყირიმში, ასე ვთქვათ, ბაზირების შესაძლებლობა და მე ეს ბაზირების შესახებ შეთანხმებები კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა და მე რაც უკვე მისი სრული ანექსია მოახდინა რუსეთმა აღნიშნულ შეთანხმებიდან უბრალოდ გამოვიდა. რადო ვახსენე ყირიმის კომპონენტი? ვინაიდან ყირიმი არის რუსეთის ფედერაციისთვის სტრატეგიული ობიექტი და გეოგრაფიულად თუ შევხედათ, ხო, ანუ ყირიმი განთავსებით დისლოკაციის თვალსაზრისით, ძალების გადასროლის თვალსაზრისით, ხო, შავი ზღვის რეგიონში იდეალურ შესაძლებლობას იძლევა. რუსეთი თავისი, ასე რომ ვთქვათ, ნოვოროსიისკის ნავსადგურშიც გააჩნია ბაზირების შესაძლებლობა და ყავს განთავსებული გემები. უბრალოდ მან ღია პორტი და შესაბამისად მან შესვლა და გამოსვლა ამინდის ცვალებადობასთან ერთად რთულდება. რაც შეეხება ოჩამჩირეს, ახლა ცოტა ქვევით რო ჩამოვიდეთ, ანუ ოჩამჩირეში რეალურად იყო ძალიან მცირე ზომის კატარღების ბაზირების შესაძლებლობა. რიფის ტიპის და ასე ვთქვათ, მცირე საპატრულო კატარღების. საბჭოთა კავშირის დროიდანაც მოყოლებული. უბრალოდ ნებისმიერი პორტის განვითარების და გაფართოების საკითხი არის ძალიან კომპლექსური.
ესე მარტივად ვერ მოხდება. ანუ ის რომ რუსული ალქვეშანავი, ანუ უბრალოდ რაიმე ფრეგატის ტიპის მცურავი საშუალება რომ განთავსდეს ოჩამჩირის ნავსადგურში, ძალიან სერიოზული რესურსის ჩადება ჭირდება. იმ პირობებში თუ გავითვალისწინებთ, რომ დე-ფაქტო რეჟიმს შეუმცირდათ ბიუჯეტი მოსკოვიდან, ამ პირობებში აღნიშნული პორტის მშენებლობა უახლოეს მომავალში ცოტა რთულად წარმოსადგენია. გამორიცხული არაფერია, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ დავუწეს, რომ მიმდინარე ომი არის ახლა რეგიონში და რესურსები ძირითადად გადასროლილი არის წინა ფრონტზე. შესაბამისად, ეს მიმართულება ჯერჯერობით, ასე რომ ვთქვათ, სტაბილურ დაპაუზებულ მდგომარეობაში არის კი. ეს მოცემულობა გვაქვს. თუმცა ჩვენ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ სულ მცირე კონტროლის თვალსაზრისით და რახან საზღვაო უსაფრთხოების თემას ვეხებით, აქ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ტექნოლოგიებთან ერთადაც უნდა იყოს ის კომპლექსური შესაძლებლობები, რომელიც ნებისმიერ საზღვაო ქვეყანას, წარმატებულ საზღვაო ქვეყანას აქვს, როგორც არის სანაპირო და საჰაერო თავდაცვის კომპლექსები, რომელიც ერთიან საოპერაციო სურათში არის მოქცეული. ამ შემთხვევაში ჩვენ თანამშრომლობთ სანაპირო დაცვა ამ შემთხვევაში თანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან და მუდმივად ტრენინგების და სწავლებების ფორმატში ხდება, ასე ვთქვათ, აი ამ ერთობლივი მოქმედებების დახვეწა, უბრალოდ ეს ტექნიკური ახლა ხდება? ეხლა ამ მომენტში რა ხდება, ვერ გეტყვით, უბრალოდ იდეალურ შემთხვევაში ესე უნდა ხდებოდეს, რომ სანაპირო დაცვა არის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი არქიტექტურის ნაწილი და ვერ იქნება განხილული ვერც სანაპიროს დაცვა, ვერც საჰაერო თავდაცვა ვერც სანაპირო დაცვის გამოკლებით და პირიქით, ასე ვთქვათ, თავდაცვის ძალების ჩართულობის გარეშე. იმიტომ რომ კომპლექსური საკითხია, ხო, მარტო მცურავი საშუალება ამ საკითხს ვერ გადაწყვეტავს და ვერც არადარო სადგურები უშველის, ასე ვთქვათ, როდესაც ვთქვათ, ესეთ კრიზისული სიტუაცია შეიქმნება. თუ ესეთი მოცემულობა გვექნება ქვეყანაში. ამიტომ მხოლოდ ერთობლივი ძალებით, რაც მოხსენებათ სანაპირო სისტემების, სანაპირო თავდაცვის სისტემების და საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა კოლოსალურ თანხებთან არ დაკავშირებული, რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ ნებასთან. მისი შეძენა ანუ პრაქტიკულად ზღვაზეც და ჰაერშიც და მიწაზეც ჩვენ როდესაც მოკავშირეების გარეშე ვართ დარჩენილი, საკმაოდ რთულია რაიმე სახის უსაფრთხოებაზე საუბარი. პაპუნა, დიდი მადლობა.